შემოვედით, აღმოჩნდა რომ არაფერი არ არის ოფისში, რასაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ და რითიც ვამზადებ ჟურნალისტურ გამოძიებებს. ჩვენ პირად კომპიუტერებში, რა თქმა უნდა, გქონდა მთელი გეგმები და ფაილები და სცენარები, რაზეც ახლა ვმუშაობდით და რაზეც ვაპირებდით. ზოგადად ჟურნალისტურ გამოძიებას ამბობენ რომ აი საშიში პროფესია. მე ვამბობ რომ არ არის საშიში პროფესია, თუ გონიერი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ წინასწარ არ უნდა გასთქვა არასდროს რა გაქვს ხელში. წინასწარი გაცემა იმისი, რაც ჩვენ სცენარებში ქონდა და რა მასალებიც ქონდა ესე ფაილებად შეჩებული, ცოტა საფრთხეც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ერთი რომ უსაფრთხოების კუთხით არ არის კარგი და მეორე შეიძლება ხელის შეშლა მოხდეს უბრალოდ ამ ჟურნალისტური გამოძიების კეთებისას. თუ ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ ან ვინმე რა თქმა უნდა არის ამის ვერსია. მე ხა ესე ჩახახათ ვერ ვამტკიცებ და ყვირილს ვერ მოვთავ რომ აი შენ შინაგან საქმეთა სამინისტრო რატო წამართვი კამერა, მაგრამ რა თქმა უნდა ვფიქრობ ერთ ვერსიას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ გაქურდვას ატყვია ყვალი მონიტორის წელში გატეხვის რაღაცნაირად რაღაც ესეთი სპეცოპერაციის კვალი ატყვია. ორი რამ რაც მაფიქრებინებს არის ის რომ ყველგან არის რაღაცა ვიდეო კამერები. აქ ჩვეულებრივი ქურდები აღარ არიან, ყველა ციხეშიაო მითხრეს. ან ზოგიერთი ნაცმოძრაობაში არისო გეგენავას ჯგუფშიო მითხრეს ვინც. ეგ იქით იყოს ეს ჭორი რაც გითხარით უბანში რაც გადმომცეს. მაგრამ ფაქტად არის ის რომ ამ ქუჩაზე ბოლო 1-5-7 წელიწადია რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ჩვენ ვართ პარლამენტთან ძალიან ახლოს. გარდა ამისა, რო გაივლით თუ კიდე დააკვირდით კიდეც, აქეთ კუთხეშიც და აქეთ კუთხეშიც არის ვიდეო კამერები განთავსებული. და ზოგადად ეს პრევენციაც არის, არა მხოლოდ მტკიცებულების შექმნის საშუალება და ასე ამასთან ბევრი პოლიციელი დადის, ბევრი დაცვის თანამშრომელი დადის, იმიტომ რომ მართლა 70 ან 50 მეტრია პარლამენტამდე. ხო და ზოგადი უსაფრთხოებაც, რაც ამ ქალაქში ამბობენ რომ ქურდობა აღარ არის, ნუ რაღაც აქ მოხდა და თანაც იცით როგორ მოხდა. ჩვენი ყუთები ქონდა, დიდი ყუთები, ეს ყუთები წამოცალეს, დიდ ყუთებში ჩაალაგეს ჩვენი შტატივები, ისეთ, რა ვიცი, ჟურნალისტებს, გოგონებს უჭირთ კიდეც მისი ტარება, ისეთი მძიმე და ისეთი მოზრდილი შტატივები გვაქვს. ეს ყველაფერი იყო ყუთებში ჩაალაგებული და ნაზად წყნარად ჩასულები, რამდენიმე გზა არის გაკეთებული, ასე ვთქვათ და გარედან კარები ჩაკეტეს და ისე წავიდნენ. და ვფიქრობ რომ არის ძალიან პროფესიონალური, ძალიან ორგანიზებული, აუღელვებელი. ინდიკატორი არის დიდწილად გახსნადობაზე თუ დამოკიდებული. თუ გაიხსნა საქმე და თუ იპოვეს ტექნიკა, მე ვიცი რომ ეს არ არის ძნელი გასახსნელი საქმე პოლიციას რომ უნდა. საქართველოს ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც უფრო მეტი კონტროლი და თვალთვალი არის ყველა დონეზე, სატელეფონო იქნება ეს თუ ქუჩის კამერები თუ კიდე ყველანაირად აი პოლიციელები დადიან აღწერენ აბა ვინ არის რა არის და ზედმიწევნით იციან რომელ ოთახში ვინ ცხოვრობს. ყველა ტიპის კონტროლი დამყარებულია და რა ვიცი რატო უნდა გაუძნელდეთ. მით უმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, ჩვენს ხელისუფლებას აქვს პრეტენზია რომ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ეს არის რა და ეს არის უსაფრთხოება ამ ხელაზიანი რომ მიაყენო ადამიანს და ამ ხელა ორგანიზაცია რომ საერთოდ მიწასთან გაასწორო ეს არის უსაფრთხოება.